მამაჩემის გარდაცვალებიდან 16 წელი შესრულდება, რადგან მამაჩემი გარდაიცვალა 2010 წლის 11 ივლისს. და 11 არის ზუსტად ის სიმბოლური რიცხვი, როდესაც ეს ვიდეო გამოქვეყნდება. 11 აპრილს 2026 წელს მე როცა 29 წელი შემისრულდება, სისტემა ამას გამოაქვეყნებს ავტომატურად და ეს ვიდეო იქნება იმისათვის, რომ ის 16 წელი ის რეალობა, რომელიც იყო და დღეს ჩემ წინაშეა, ხილებული იქნას. ნაწილობრივ მაინც. შეიძლება არ იყოს ესეთი ვიდეო, რომელიც ერთადერთი და უნიკალურია, მაგრამ თავისი ამ ფორმით, რომ ჩემი პირადი გვერდიდან გამოქვეყნდება, მართლაც უნიკალურია. თუ რა იქნება მომავალში, ეს უკვე სულ სხვა. ვირექში ვიტყვი, რომ სიმართლე არის ის, რაც დღეს გვჭირდება. ზოგადად გვჭირდება ჩვენ ქართველებს. მარტო ქართველებს, არა და ყველა ადამიანს. რადგან სიმართლის გარეშე ალბათ ისევ სიბნელეში ვიცხოვრებთ, რადგან სიმართლე ერთგვარი სინათლეა ჩვენთვის. ფაქტიურად რთულია თავად ჩემთვის, რომ რაიმე ისეთი ვიდეო ჩავწერო ჩემი მხრივ, რომელიც პირადად მე მეხება. იქიდან გამომდინარე, რომ ეს არ არის რაიმე აკადემიური ცოდნის გადმოცემა, ეს არის ჩემი პირადი ცხოვრების გადმოცემა. თუმცა მაინც ვეცდები, რომ რაღაცა მხრივ შევინარჩუნო სტაბილურობა და ვისაუბრო ისეთი ენით, რომელიც მისაღებია და არა ისეთი, რომელიც უხეში და რეალობასთან მეტად შესაფერისი, მაგრამ ახინჩია. ვერაში ვიტყვი, რომ სიმართლეზე უბრალოდ არ გამისვობს ხაზი. სიმართლე არის ის, რაც გვაშინებს. და სწორედ სიმართლის დიდხანს უთქმელობამ დიდი ხნის განმავლობაში ერთგვარ ანჯულათაც მაქცია. მე რომ თავის დროზე ხმა მიღო და რეალობის წინაშე დამეყენები და ეს ყველაფერი შეიძლება აქამდეც არ მოსულიყო. მაგრამ რას ვიზავთ? ზოგიერთი რამ შეიძლება განწირულია იმისათვის, რომ შედარებით მოგვიანებით მოხდეს. ბოლოს და ბოლოს იმ წლების განმავლობაში, როდესაც მე თქვენ მოგეცით იმის უფლება, რომ როგორც თქვენ გინდათ ისე გეფიქრათ, დამანახა თქვენი რეალური სახე. ჩემი განსაცდელის დროს თუ ვინ იყო რეალურად ჩემს გვერდით და ვინ არა და ვის უბრალოდ უხარო და ჩემი ცუდად ყოფნა. რა თქმა უნდა, ჩემი განსაცდელი დღეის მდგომარეობით არ რჩება, რადგან მგონია, რომ მომავალში კიდევ იქნება თავისებური გამოვლენებებით. უბრალოდ მოდი მიმდინარე განსაცდელში ამხილოთ ისინი, ვინც მხილებულნა იქნა. ბოლოს და ბოლოს სიმართლე ხომ ჩვენი სარწმუნოების და ეროვნების მოწოდებაა. მაგრამ რა თქვინდა? სწორედ ჩვენი თანამედროვე მახინჯი მავნეთა გაგებიდან გამომდინარე, სიმართლე ხომ სირცხვილია ტეხავს და ვინც სიმართლეს ამბობს, ის ხომ უნდა ჩავქოლოთ და გავაგდოთ, ხო ეს გაგება გაგვიჩნდა. სწორედ ამიტომ არის რომ უბედურიერი ვართ საზოგადოებრივ დონეზე. სწორედ მაგიტომ არის რომ ტყუილს ვაღმერთებთ ალბათ. ეს არის ჩვენი ცოდვა ზუსტად და სანამ არ მოვინანიებთ და არ დავიწყებთ ჭეშმარიტებაზე საუბარს და სიმართლეს თვალებში არ ჩავხედავთ, მანამდე ალბათ დავისჯებით. აქ ვახსენებ ივანე ნათლისმცემელს, რადგან ივანე ნათლისმცემელი ზუსტად ხილების გამო დასაჯა ჰეროდემ და იმ ხილებას მსხვერპლად იქცა, რომელიც გვაჩვენებს, რომ ხშირ შემთხვევაში სიმართლე ალბათ შეიძლება ჩვენს სიცოცხლეზე მეტი ღირდეს.
ამ შემთხვევაში ჩემს წინაშე ისევ ჩემი ოჯახია. ადამიანები, რომლებიც ჩემს გვერდით უნდა ყოფილიყვნენ, მაგრამ ჩემს მტრებად არიან წარმოჩენილნი ჩემი ცხოვრების განმავლობაში. ჩემი მაფრთხილებდა, სანამ გარდაიცვლებოდა, მაგრამ მასზე ვბრაზობდი. თუმცა დღეს ვწუხვარ, რომ მას არ დაუჯერე. ვწუხვარ, როდეს ის მაფრთხილებდა, რომ ჩემი ძმა სახიფათო იყო და არ უნდა დავახლოვებულიყავი მასთან. ვწუხვარ, რომ ეს გავაკეთე, როცა ის გარდაიცვალა, მაგრამ სხვა გზაც არ მქონდა. რა უნდა გამეკეთებინა? ვწუხვარ, რომ დედა ჩემთან მიმართებაზეც მაფრთხილებდა, მაგრამ არც მაგაზე არ მოусმინე. მაგრამ რა უნდა გამეკეთებინა? მე ხო იმ ოჯახიდან მოვდიოდი, საიდანაც 2006 წელს ჯერ ძმა გარდაეცვალა და მერე 2010-ში მამა. მე ხო იმ ოჯახში ვიყავი, სადაც ოჯახის სრული არ იყო და ახალგაზრდა ბიჭს რა უნდა უნდოდეს გარდა ოჯახის ერთობის და კარგად ყოფნის, მაგრამ ჩემი კარგი შვილობა და ჩემი კარგი ადამიანობა ნამდვილად არ ყოფილა ამ შემთხვევაში გათვალისწინებული ამ წლების განმავლობაში. ჩემი შენდობა, მიტევება და რაიმე სახით ოჯახის სურვილი არასოდეს არ ყოფილა გათვალისწინებული. ბოლოს და ბოლოს ჩემი ცხოვრება ზუსტად იმ ქართული გამონათქვამივით იყო, როდესაც ხე ამბობს, ცული მერას დამბაკლებდა, მასში ჩემი გვარისა რომ არ ერიოს. სწორედ საკუთარი ოჯახი ცდილობდა, რომ ტოტები წაეჭრა, სანამ გავიზრდებოდი. მე კიდე კარგი ძმასავით და კარგი შვილისავით ვიყავი წარმოჩენილი. ყველამ კარგად იცოდა ადგილზე თელავში თუ რა მდგომარეობა იყო, თუ როგორ ბრუტული მიდგომების პიროვნება იყო ჩემი ძმა და როგორი манипуляტორული ხასიათის კიდე და ჩემი. რა თქმა უნდა, იყვნენ, ვისაც დადებითი შეხედულებები აქვს მათ მიმართ, მაგრამ უმრავლესობამ ძალიან კარგად იცოდა ეს ყველაფერი. კარგად იცოდა თუ რეალურად რის წინაშე ვიყავი მე. მამა ჩემი ალბათ 1-2 თვის გარდაცვლილი იყო, რომ ჩემ ბრცალსა და დედა ჩემ შორის ჩემი ძმისშვილის ირგვლივ წარმოქმნილი კინკლაობის გამო ეს ყველაფერი ქონებაზე გადაზრდილ კამათად გარდაიზარდა. კიდე და შოკის მომგვრელი სცენა ვნახე, რაც იყო ის. როდესაც საკუთარი ძმა, რომელიც ალბათ უნდა რამენაირად ერთადერთი საყრდენი უნდა ყოფილიყო იმ პერიოდისათვის, სცემს საკუთარ დედას. უყურებ 13 წლის მე უყურებ თუ როგორ ყავს ჩემ ძმას დედა ჩვენ თმები დათრეული და ურტყავს ფეხებით, დგება ხელებით, ურტყავს. და მე ვაფშე ვერაფერს ვერ მომწონს, საერთოდ ვერაფერს ვერ მომწონს. მაგრამ ეს პირველი არ იყო. მამამდეც იყო რაღაცა განსაკუთრებული სცენები სახლში. მაგრამ ეს პირველი იყო იქიდან, რომ უკვე მიშომ ესეთი ქმედება ჩაიდინა. ჯერ იმისი არ იყოს, თუ საწყალი ჩემი გარდაცვლილი ძმა 2006 წელს გარდაცვლილი ძმა თუ რა გაიარა მან. კარგად მახსოვს ის დღე, როდესაც სანამ ის ინციდენტი მოხდებოდა, დედა ჩემი როგორ გაარტყა სახეში, მხოლოდ იმიტომ რომ ჩაეხუტა და აკოცა. კი, მართლა დედა ჩემი რომ ჩამივარდაო. ეს სარეცხი ტაშტიო და ფეხზე დამეცაო მეტკინა და მაგის გამო გავარტყვიო. ის კარგად მახსოვს. თუ რაოდენე სალაპარაკო იყო სახლში, როდესაც
შენთან რო იყო დარჩენილი მიშოსიკო და რა დღეში გაატარე ის დღეები. მერე კი სიკოს გარდაცვალების უბრალოდ სიკოს ინციდენტის დღესაც როგორ ჩამოვარდი. ამას რო გაგდებული ყავდი და რო გამოიყენე ეგ მომენტი. ისიც კარგად მახსოვს, რომ მამა ჩემი რო კვდებოდა შენ მისი სამკურნალოდ გატანებული ფული მანქანის საბურავებში დახარჯე. და ფულს არ იკლებდი. მამა თუ თავის დროზე არ გაძლევდა, დედის გავლით ყოველთვის იღებდი. და მაინც უმადური გამოდექი დედის წინაშე. მაინც უმადური გამოდექი. სიხარბემ გადაგძალა. და 10 წლის განმავლობაში 2010-დან 2020 წლამდე მაყურებინე მტირას. განსაკუთრებით 2015 წლამდე, 16 წლამდე, მაგრამ რას? საკუთარი ძმა დედას ცემს. დედა ჩემი ითმეს, იმიტომ რომ განსაკუთრებულად უყვარდი მას. კი არა და უყვარხარ მას. რა უყვარდი? ჭირწოცხალია. განსაკუთრებულად უყვარხარ. შესგამომებს ხვებლად შემწირავს ალბათ იმაზე, რა ქვია, ბაალის ტაძარში. ისე უყვარხარ. რო ეხოცებოდი რომ დაგვესრულებინა და შენი ასეთი მავნებლობა მორჩენილიყო. თუ არ იყო ჩემთვის სასიამოვნო თუ როგორ ურტყავდი მას და ყოველ ჯერზე პოლიციის გამოძახება პოლიციაზე რომ მოდის და შემაკავებლებს წერს. არ არის ნორმალური. და რის გამო? ქონების გამო? მაგრამ მარტო დედასთან ხომ არ იყო ეს ყველაფერი. ეს ხო ჩემზეც გადაიზარდა. 2015 წლებში, როდესაც მე აბიტურიენტი ვიყავი და ისტორიის გაკვეთილზე მივდიოდი მოსამზადებლად. შენის კაცი არა ხარ, როდესაც გითხარი რომ დავასრულო ძმაო, მეთქი რომ შენი მე ჩემი დედამ თავისი მიიღოს მეთქი. შენ დანა მოიყელზე დამანდა. და მერე რას მეუბნებოდი? დედამ დაგარიგა. ეგ შენი აზრები არ არის. თუ მე არ ვარ ისეთი ადამიანი, ვისაც საკუთარი აზრი არ უნდა ქონოდა. ზეწოლა, ძალადობა, მარტო დედაზე ხო არ იყო, ეს ხო ჩემზეც იყო. ნუ დედაზე რო ძალადობდი, მაშინ რეკავდი ძირითად შემთხვევებში. კიდე ბრაზობდი პოლიციაში. არ უნდა დამერეკა. იმაზე მეტი მოქმედება უნდა განმეხორციელებინა, ვიდრე საჭიროა მაშინ. უნდა იმემართა შესაბამისად და თავის დროზე უნდა მომხდარიყო შენი სამართლებრივი პასუხისმგებლობა ჩემი აზრით, მაგრამ შიში მქონდა იმის, რომ ან მე დამიშავებდი რამეს, ან დედას. თან დედაც გიცავდა. როცა ვეხეწებოდი დავამთავროთ მეთქი, პასუხს არ მცემდა. არ უნდოდა. და აქ დედაშვილურ ურთიერთობებს და რომანტირებულ რაღაცას ხაპრებს ნუ წარმოიდგენ, თვისაც ეს გესმით. რომ დედა და შვილი და ის. არც დედა ჩემი არ ყოფილა ანგელოზი. ადამიანებთან ურთიერთობას მიგრძალავ და რითი? თავს მოვიკლავ, გავიქცევი, გადავიკარგები, ხან ორლულიანს აიღებ და იმას მიღერება იმის შიშებს მიჩენ და ჩემთვის არ ესროლა. მონასტერში წავალ. და როდესაც დადგა და ადამიანებთან კონტაქტზე გავედი და მართლა მივედი იმ ადამიანებს შევხვდი უკვე 2020 წლისათვის. მერე შეცვალა პირბიტა. მანიპულაციის საზღარი მეთოდები იქონდა. და დღესაც აქვს. ნუ გონიათ რომ ვინმე ასე რომ ვთქვათ, მაიას და მიშოს რაღაცა მხრივ გუთერნობაში ან ცუდ საქმეში რაღაცა შეაჯობებით. მე იმათ ზევამოფეხლა, ვინც გონიათ რომ ხელით გიჭირავთ, რომ აი რაღაცები იყიდეთ, მიყიდეთ, მოყიდეთ და გახარებულები ხართ, მაგათთან ერთად მაქინაციებში ხართ.
რომ ესე დოკუმენტაციის გაყალბებით რო ყიდით სიმონას ქონებას აი არის ზუსტად პრობლემა. აი ეს არის სამხილებელი ზუსტად. ამდენი ხანი მაინც ვერ გაძღით ვერც ერთმანეთის ჭამით და ვერც ჩემი ჭამით. და ამ ვიდეოს კიდე იცით რატო ვწერ? ვისაც რომ იცოდეთ თუ რეალურად ვინ არიან ეგ ადამიანები. ის საშინელებებს გეგმავდნენ ჩემთან მიმართებაში და არა მარტო ჩემთან მიმართებაში. რომ ადამიანები ესეთ რაღაცებს საკუთარ ოჯახის წევრს არ უპირებენ ხოლმე. გაფრთხილებთ. ნურჩ შენ, დედა, ნურჩ შენ, მიშო, ჩემო ძმაო, ესე რომ ვთქვათ, ნათესავი რა კავშირში მყოფო ოჯახის წევრებო. ნუ მიიღებთ იგეთ განზრახვას, რომ მე რამე დამიშავოთ კიდევ ერთხელ. ბევრჯერ გადაგირჩით თქვენ. შეწყვიტეთ ჩემს მიმართ მსგავსი აზრების და განზრახვების ფიქრებს. რადგან არ მოგცემთ მაგის უფლებას. ეხლაც რა მაქინაციებიც გააკეთეთ, ყველაფერი ნათელია. და თუ ვინმე ფიქრობს, რომ ვაიმე მეო მიშოს და მაიასო ამასო მოვაშორებ, ვიცი, ალბათ ხვდებით ვისეც ვინც იცის ვინ არის ესეთი. მინდა გითხრა, რომ ჯობდა თავის დროზე არ გამოგეჩინათ თქვენი თავი მასე, რომ კვალი არ დაგეტოვათ მაინც. თანაც თქვენი აზრით მიშო და მაია მადლიერებას რამეთი გამოხატავენ? მაგაშიც ფულში გადაგაგდებენ თქვეობედურებო. მაგ საქმეშიც კი ფულში გადაგაგდებენ. ამიტომ მშობია სიმართლე თითქოს. მოკლედ თქვა დავიღალე. 29 წელი შემისრულდა. თქვენი დანაშაულებრივი ქმედებებიც დრო სააშკარაოზე გამოვიდეს. მედოვნებ, რომ ამ ყველაფერს შედეგი ექნება. თუ არა და სიმართლე მით უფრო წარმოაჩენს საკუთარ თავს. დღითი დღე უფრო და უფრო აშკარა გახდება ყველაფერი. და ერთ ყმაწვილს მიმართავ კიდე, რომელსაც დიდი ხნის წინ დახმარება ვთხოვე, რომ ეშველა ჩემთვის. და რომელიც მერე მიბრაზდებოდა, უი, რატო არ მირეკავ მოსაკითხად იაკობ? თქვენს გარდა არავინ არ აქვს. მე დაგირეკავ დღეს. ნახოთ აბა. შენი კაცობა. მე მაშინაც დაგირეკე, როცა მიშომ მეყელზე დანადამადო. და არაერთხელ ფიზიკურად შელახული მივდიოდი ისტორიის მასწავლებელთან. ალბათ ემახსოვრება ისტორიის მასწავლებელს არ დავასახელებ მის სახელგვარს, მაგრამ უხერხულია იმ ქალისთვისაც. ემახსოვრება რამდენჯერ მივედი დამტირალები, რამდენჯერ მივედი ცოტათი ფიზიკურად შელახულიან რა. იმ დღის დროზე საკუთარმა ძმამ ყელზე დანადამადო. რომ დაგირეკე. შეხვქონდა იმის შესაძლებლობა, რომ შეგესრულებინა შენი ვალდებულება და დამხმარებოდი. მაგრამ და ვინც კიდე ფიქრობთ,
რომ უიმე იაკობ კი მცირე თქვი, მაგრამ რაც თქვი, რატომ თქვი? მოდით რა მაშინაც მეყო თქვენი სიტყვები, როცა გამოდიოდეთ და აბა დედა და ძმა თუ დაგეხმარებოდით რომ მეუბნებოდ. აბა ის არის კაცი? აბა ეგ არის კარგი, ეგ არის ადამიანობა, რაც ჩემს სირული ხდებოდა და ყველამ რო იცოდით, ვინც იცოდით იმ ნაწილმა. და ის არა ვქი, პირში წყალი რო გქონდათ ჩაგუბებული. განა იმიტომ, რომ ვინმე ან რამე გაშინებდეთ. თქვენ ვეიგუბებდით. ეს არის უბრალოდ სასაცილო. მაშ დრო ალბათ სიმართლედ ითქოს. არავინ არ დაიჯეროს ის, რომ რაღაცა მხრივ რამე შეიცვალა. არაფერიც არ შეცვლილა. 2020, 2021, 2022, 2023, 2024-ში მუქარები, შემოთვლები, გეგმები, განზრახვები, ყველაფერი ისევ იყო. მაგათი მხრიდან. და მაქინაციებიც რაც ჯერებოდნენ ამ წლებში. მაქინაციებიც. იმდენად ცდილობენ, რომ საკუთარი დანაშაულებრივობა არ აღიარონ. არა მარტო ქონებრივ საკითხში, არა მარტო ძალადობრივ საკითხში, არა ოჯახობრივ საკითხშიც კი. რომ ყველაფერს და ყველაფერს აბრალებდნენ. ჯერ ერთმანეთი. იმან დაგარიგა. აი ეს სასცილოდ ჟღერდით, აი როგორც ეხლა მევდივ. ო, ერთი რომ მეუბნებოდი, დედამ დაგარიგა, მეორე მეუბნებოდი, შენმა ძმამ დაგარიგა. ერთმანეთის წინააღმდეგ რო გინდოდათ ჩემი გამოყენება. მე კიდე დედა და ძმა მინდოდა. ამ ძმას რა უნდოდა? მთელი ქონების დანიავება. შენის კაცი არ ხარ, ვინც საკუთარ დედის მიმართულებით მაგინებდი. თან ვის გვერდით? გაიხსენე. შენი საყვარლის გვერდით არის ჯექი? პრინციპში შენ თუ არ მოусმენ მიშო ამ ვიდეოს, ვიღაცა მაინც მოგასმენებს. ან გეტყვის. ნიშნულობა არ აქვს, ვინ იქნებოდა დღეს ჩემს გვერდით. ცოლი მეყოლებოდა და უცოლოდ ვიქნებოდი, დროის ამბავი იყო, რომ მე ვიტყოდი სათქმელს. დიდი ხანი გავითვალისწინე თქვენი ქმედებები. დიდი ხანი მეშინოდა და სამართალდამცავებს ვერ მიმართე ჩემი სიცოცხლის გამომდინარე, რომ მეშინოდა, რომ ხო, მიშო, შენ ძალიან ცუდ ქმედებებს ჩაიდენი ჩემს წინაშე. და დღესაც თავფრთხილობ, რაიმე არ დამმართო. და შენც დედა, არც შენ ხარ სანდო, არასტაბილური ხარ. მენტალურად არამდგრადი ადამიანი ხარ. ორლიანი რო აიღე და მაშინ ოთახში დარბოდი რაღაცეები, ისინი ხან ვისაბრალებდი. ეგრე სად არის? როდემდე უნდა ვითმინო მე და როდემდე უნდა ვისმინო მაგათი მუქარების ხების შემოთვლით. როდემდე უნდა მქონდეს იმის შიში, რომ ჩემს სიცოცხლის ხელყოფა შეიძლება მოხდეს რაიმე გზით და საკუთარი ოჯახის მხრიდან თან. როდემდე 29 წელი შემისრულა. თქვენ თუ გონიათ ეს უბრალოდ სოფლური, გლეხური ან რაღაცა ხალხური ამბავია, ესეც არ არის. რასაც უკვირდები, ეგ ადამიანები ისე გახარბდნენ, ისე დახარბდნენ. ვეღარაფერს ვეღარ ხედავ. 16 წელს არავინ არ მოითმენდა. მე მოითმენდი. შეიძლება ვიღაცა მოციც მოითმინოს, მაგრამ ჩათვალეთ, რომ იმ ერთეულებში ვარ, ვინც მოითმენდა. 16 წელი.
6.